ზურა შერაშვები ხა? ეხლა უნდა ავაწყოთ რედუქტორ. ხელით გადასატანი ჩამოსასხმელი სისტემა. ვამზადებთ რედუქტორს ამისათვის პატარა ბალონს. ეს იქნება ჩანთა, რომელიც ივლის დაურეკავ და მოგიტანს ცივ ლოდს. ისურვებ და გისრულებს. ზურა ტექნიკურად ამას რა ქვია? ეს არის კეგის გამხსნელი. კეგის გამხსნელი. კი ბატონო, ამან უნდა უზრუნველყოს CO-ს მიწოდება და ესეთი კეგი უნდა გამოირეცხოს, მაგრამ გამორეცხილია უკვე, ლუდს ჩავასხავთ აი კეგიანი. და ჩავდებთ აქ, რომელშიც მოვათავსებ მშრალ ყინულს. და თავარი მიზანი არის ის, რომ ამ ჩანთამ შექმნას სიცივე იმ ხანგრძლობით, ახანგრძლობითაც მე დამჭირდება და ჩამოასხას ცივი ლუდი. ეს ჩვეულებრივი წყლის შლანგია თუ რამე განსხვავებულია? არა, ეს განსხვავებული არმირებული შლანგი არის. რაც ლუდი შეიცავს ჟავიანობას, გარკვეულ ჟავიანობას, რაც შედის რეაქციაში ხოლმე. ეს ისეთი შლანგია, რომელიც რეაქციაში არ შედის. გასაგებია. ჟავიანობასთან. და რა გიქს ეს მეტრა? თუ არ ცდები არ ნახეო არის, თუ ზუსტად ვა. მახსოვს. საინტერესო. ესე იგი, რედუქტორი გვაქვს, რომელიც ბალონიდან გამოუშვებს CO-ს. გვაქვს ასევე კეგის გამხსნელი. კეგი შიგნით არის, ცივი ყინულით შიგნით არის, მოიცა გაჩვენებ ახლა. ცივი ყინული არის. აქ დადო ბატონმა ზურაბმა. აგე, ცივი ყინული აგერ არის. ცივი ლუდიც აგერ არის. ცივი კასრებიც აგერ არის. ხო და ბაკალში ჩამოსასხმელს ეძებენ ახლა ბიჭები და დავამაგრებთ. ისურვებ და გისრულებ, როგორც ყოველთვის. ესეც ბაკალში ჩამოსასხმელი, ამას რა ქვია? კრანი? თვის ლუდის ბრენდირებით. ეს დამაგრდება სავარაუდოდ დაახლოებით აქ და ჩამოისხმება ლუდი. სამომავლოდ. ეხლა უბრალოდ პრაქტიკაში რა ხარვეზები იქნება, მაგას გავარკვევ. ეს არის ბოელის ფირმის? ბოელი, სადავრი ბრენდია. გერმანული ალბათ? ბოელი. ესე გამოიყურება CO-ს ბალონი. ეს რამდენ მიანია ლიტრიანი? 10 ალბათ. არ ეწერება ზედ? ქვეშ მაინც. ესე არ ჩანს. სავარაუდოდ 10 ლიტრა და ეს იქნება ერთი 8-9 კილო სავარაუდოდ. ამ ჩანთისთვის იდეალურია. აი ამ ჩანთისთვის. რომელშიც როგორც დღეს დავაზუსტე 30 ლიტრიანი კასრიც ეტევა. ზურა აწყობს ახლა ლუდის ჩამოსასხმელს, წინა როგორც საუბრობდი. კრანი დავუძახოთ მაგას ქართულად? ბაკალში ჩამოსხმელი კრანი. ბაკალში ჩამოსხმელი კრანი. გროჭი ქვია მე მგონი ქართულად. შეიძლება ვწდები. აუ ერთხელ გამიფუჭდა ეს მაღაზიაში. თქვენ რომ მომიტანეთ. არ მქონდა ის რითიც შენ უჭერ. აუ იმით ტყელტუჩათი რაც მე მაღაზე ვიწვალე. ეს გაზი. ვიცი, მაგრამ არ მქონდა გაზი, ვერც ვერსად ვერ ვიშოვე. და აი რაც მე მაღაზე ვიწვალე, 3 მქონდა და საბოლოო იყო, მერე ბოლონ გაამართლა, რასაც ქვია. 3 ცალი გავაფუჭე. ზარალზე ხარ ეს. მად მაღალი წნევით მოდის ესე იგი. კი, მაღალი წნევა თუ არ იქნება, ეს ჩამოასხო ბაკალში. თუ არ იქნება ცივი ლუდი, ჩამოვაკაფ. იქნება მაღალი წნევით, აგი კაფდება. სისტემა თითქმის გაიმართა. ეხლა ჩვენ რომელი ლუდი ჩავასხათ, მტრის სისხლი თუ მთის ლუდი? მტრის სისხლი, რა თქმა უნდა. ან ეს თირა ხან მეორე. ხო, ეგ თავისთავად. მე უკვე ვინც მოითხოვს, ნელა შევთავაზებს სხვა ლუდებს. უნდა ხადე ორი ოფციანი შეიძლება. ზურა სისტემა როგორც მივხვდი გაიმართა. თითქმის. CO დავაყენეთ, რედუქტორი დავაყენეთ, ლუდიც გვაქვს. ეგ არაფერი, მთავარია აქ იმასქნას. და ამაში ასხია მტრის სისხლი, ხო? რომელი ეს? ხო. მტრის სისხლი გვისხია ამაში. საცდელი პირველი ნაბიჯები. აი და ბაკალის მოიტანილი ვარ. მე ჯერ გავუკეთ, ჯერ ბაკალამდე შორია. რა გინდა რომ გააღე. მაშინა რომ აბა მიდი. ცოტა რა გინდა? ცოტა არის. არა, ეს გააღე, აქ გააღე.
აქეთა გავაკეთე. აი გავაკეთე. ყოფილა რა გინდა. ფირი არა. აცლილია. არ ჩამოგვისხავს საერთოდ თვითონ? დიდი მივაერთ დიდზე. მაგრამ ჯერ მოდი გამოუშე ბატონში. ესე იგი. ვეტავა. აბა მით. პირველი ნაბიჯები. მოკას უნდა იჭი. მოიცა? ეს დავდგით. არა ეს. ამას დავიჭერ ბიჭო. ნუ მაგაზე ორი აზრი არაა რომ დაისხმებოდა. ეხლა მთავარია აქ სიცივე შევინარჩუნო ამ კასტრში. დაიჭი ბიჭო ერთი ზავი რაც. ნახე რა ფერია, რა ფერი. ვინც იდეა მოიფიქრა გაუმარჯოს იმ კაცსა. ვინც კიდე ამას მოიწონებს და თან თავის საქმეში გამოიყენებს იმათაც გაუმარჯოს. ტრისისხლი კიდე ბევრი დაგველიო. აუცილებლად. შეგერგოს. მოიცა დაგეხმარები მოთხოვე? დიდი? როდის ადამიანი გაზი არა. გასულია კაზე. მაგიტო დაისხა იგრები. გაზი არა აქვს რა მხრივ. არა უშავს თქვი კაცი. ხახალდა. ტრისისხლის ლოგო აი ესეთია. ზვიადის და ზურას შექმნილია. აბა მითი. არა მე არა. არა? შენ ვერა? ამისთვის არ ვცადე. ქარხანას გაუმარჯოს, ბევრი წარმატება, ბევრი გახარება, მადლობა ბიჭებს რომ გვერდში მიდგანან მეხმარებიან და ტრისისხლი დაგველიოს მეგობრებო. ერი მოგუყლებოდეს და წინ წასვლა ჩვენს ქვეყანას, ჩვენს მეგობრებს, ჩვენს საყარელ ადამიანებს. აი ესე გამოიყურება ნამდვილი მტრის სისხლი, რომელიც დღეში ერთხელ მაინც უნდა დალიო. ჯერმი არა. თუ რამდენჯერმე ერба, სადიხარშება და კასპში. ის ვიდეო ხო ნახე შენ, დამიკოს რო ვეუბნები. მტრის სისხლი ნახოთ, სადიცხვა მეთქი რო გადამიარა ხალხმა. ხო, ახჩი. ეგ მაგარი იყო. დაჟე ერთმა მომწერა, ერთ სართულიანი გინება პირადში. ვეთქი ხო ჯამთელად ხარ, რა გჭირს ბიჭო. სახელია რა, ნუ ხა მართლაც ხო არა ხო, სახელია, ბევრი მეკითხება ხოლმე, ვიღებ ეხა რო იცოდე. ბევრი მეკითხება ხოლმე, რატო დაარქვესო? აქ რამე წინაპირობა მაგ სახელს. რატოც დავარქვით ჩვენი შუშის ბოთლზეც გვიწერია. ხო? ისეთ გვიწერია. მოიცა შუშის ბოთლი გაქვს მანცადმე. ლევან, იმას კი გამოიტანე. ეხლა მოიტანე შუშის ბოთლს და ამ ვიდეოში გაირკვევა მტრის სისხლს, რატო ქვია მტრის სისხლი. ერთი პატარა ლექსი ნახა ჩვენზო ინტერნეტში, რა. ხო. და კარგად, კაი ერთ კუპლეტიანი ლექსი არის რა და ქართულ ხასიათს და ქართულ ხევსურებზეა ნათქვამი, მაგრამ ქართულ ხასიათში კარგად იჭდება რა. ესე იგი. აბა. აი ლექსი გვიწერია აი აქ ეს ეტიკეტზე რა. ხო. ერთი რამე სჭირთ ხევსურ ჯიშილაკს, ესავს ღმერთსა და იარაღს ნალეს, არას ცნობს დილას და არც აღამეს, სანამ ჯიხვის რქით მტრის სისხლს არ დალევს. всё. ხო და ეს პატარა ლექსი გახდა ჩვენთვის ინსპირაცია, რომ მტრის სისხლი დაგერქმიათ ლუდისთვის. ხოთა შორის ამ ლექსის ავტორს ვეძებდით და ვერ ვნახეთ, რავი, თუ ვიდეოში გამოჩნდება რომ ის ამ ლექსის ავტორი არის. შენ თუ უყურებ და იცი აი ამ ლექსის ავტორი ვინ არის? ბიჭები ეძებენ ზურაბი და ზვიადი. მე შემეხმიანე თუ რამე თუ ამათ ვერ დაუკავშირდები და აინტერესებთ ვისი დაწერილია ეს ლექსი. ხო და ეს ქართულ ხასიათს კარგად გადამოსცემს რა. სულ ომებში, ბრძოლებში და ესე დღეში ვიყავით ქართველები და ბოლოს მტრის სისხლს ვსავდით რა, ასე ვთქვათ, ხო და ეს გახდა ჩვენი ინსპირაციის წყარო. დაგვერქვია მტრის სისხლი. ლუდის კარგია, კრაფტია, განსხვავებულია. სახელიც რა, ვიღაცებს პრანჭავენ ხოლმე ცოცოტას, რომ სისხლს როგორ დაავლევ. ხო, ჯერ სახელის გამო არ დავლევო, რამოდენმე მითხრა. მერიცხო არის რაღაცა კოქტეილი. ხო. აი მასა სისხლს ჩაასხავ და სისხლს არ დავლევ, უბრალოდ სახელია და თქვენ გაქვთ მტრის სისხლი, გაქვთ ის ლუდი და მესამე ლუდი არის? ხორბლისა გვაქვს მოხარშული ხორბლი. ხო, მაგასა დაარქვით? არაფერი ჯერ ისე გვაქვს რა, მოხარშულმა ჩვენ გვაქვს
ლუდის ღვინო განსაკუთრებული და განსხვავებული. აჰა. რაც არ არის ყოველ შემთხვევაში ხელმისაწვდომი, ყველი განკიარა და თითქმის არსად. ხოლო ჩვენთან. ლუდის ღვინო. საინტერესო ჟღერს. ლუდის არაყი გამიგია. ლუდის ღვინო გავსინჯე მე? არ მახსოვს. ეს ალუდასტური რომ მითხრა ეგ არის? ხო, გასინჯული მაქვს. ცოტა მაღალი რო აქვს ალკოჰოლი, ხო? კი. ხო. გემოც იდეალური. გამისინჯია. ეხა კასტრს ავსებ? მოიცა, მოვდივარ. ეგ არაფერი კაც შეირიყავ კარგად. აქ ეხა სამწუხარო დარჩენს, როგორ ივსება კასრი. აგე. და წი უკვე გაივსება თითქმის მალე. ეს იმენა პირამდე უნდა გავავსო და სადმე აჩერებ ხოლმე. სადაც ზოლს აი აქ მოძახე. ხო. 20 ლიტრა არის მანთამდე. გავიგე. ბოლომდე არ შეიძლება გავსება თუ უბრალოდ რეკომენდირებული არ არის რომ სასწაულო. ცელოსთვისაც ადგილი აქვს რა. ხო, ანუ ადგილი რომ დაუტოვო ცოტა ესე იქ. გასაგები. ნებიდი ბიჭები, აი. ესე იგი ახალი კასრი დავაერთეთ, იმ კას პატარა ხარვეზი ქონდა ცეოს აპარებდა. და ეხა არის მთავარი რომ ჩამოისხარს. მაგრამ მეც რას ვერ მივხვდი, ყინული რატო ჩამოვიტან? ყინული იმიტომ ჩამოიტან, ეხლა კი პირდაპირ მასიურიდან არის გამოტანილი ეს და იქ საჭირო ტემპერატურაზე არის ლუდი, მაგრამ შენ რო გადაიტან ამ ლუდს და რა გარკვეულ დროში 1 საათს, 2 საათს ჩამის ტემპერატურა შეიცვლება, მე ვეღარ ჩამოასხავ. ის მაინც უნდა დაუბრუნო თავის ტემპერატურას, რო იყოს ცივი და დაისხას კარგად. ეხა იქ ყველაფერი აქ როგორ შეიძლება შევამოწმოთ? აქ როგორ უნდა შეამოწმო. ეხლა იქ პირდაპირ უნდა ჩამოისხას წესითა და ხო. მე ყინულები ცალკე უნდა დააყინო თქვა 1 საათი, 2 საათი. და იმის მერე უნდა ჩამოასხა. თუ შეინარჩუნა ის ტემპერატურა და შეძლო რამდენი ხანის შეძლებს ეს შრალი ყინულები ამის მოქმედებას, ხო? ანუ ეს იდეაში მე შემიძლია აქაც ესე რო არ დავაყოვნო, ანუ პრაქტიკაში ხა დავამოღამე სისტემა როგორ იწყობა. ჩემთან მაღაზიაში შანთა რო დავდო, ხო. ტრისისხლი პროსტო დავაერთო და 20-იანი მქონდეს და ყინულები შიგნით ჩავალაგო. ხო. თავარია რომ შეინარჩუნოს ლოგიკური ვადის მერე. დანარჩენი უკვე მეორე ხარისხოვანი. რეგულარულად ჩამოასხა ხოლმე, დალიო თან იკაიფო, თან როგორ დაასხა, თან მიეჩვიო. ესე იგი. შვენიერი. აბა ვნახოთ. მე დაგიჭირ. ნახოთ ეხლა ვენახო ეს ძალიან. მაგრამ ეხა ხელი რა, ოპა, რამ შეიძლება შეუშალოს დასხმაში. ეს გამიქცა. აი და მეორე, ბაკალი. ეხლა შეიძლება ხელი არაფერმა არ უნდა შეუშალოს იდეაში, უნდა იყოს ყველაფერი იდეალურად წესით. რამდენი მაქვს იმის პოტენციური შანსი, რომ რაც ამიწყე მარტო ეგ გამატანო. და ლუდს მერე შეგიკვეთავ და შეკვეთის დღეს წამომიღეთ 20 ლიტრიანი და მე მანამდე შრალ ყინულის ამბავს დავაზუსტებ. დავაზუსტებ რა მოვიტან წინა დღით. აჰა, ძმა, უისხმევა იდეალურად. ნახე, რა ფერია. თის ლუდის ჭიკაში კი ისხმე, მაგრამ ტრის სისხლია, ჩემი ხო გჯერა. იდეალურად გამოვიდა, იდეალურად ისხმევა. თავარი პრინციპი არის და ჩემი ამოცანა რომ ამ კასრთან ერთად ამ ჩანთაში სიცივე შევინარჩუნო. და რომელსაც ვფიქრობ რომ შრალი ყინული ძალიან გამემარტივდება. კი ბატონო. და ეგეთი რამე რო გავაკეთო, აი ხა შენი ძმის პლასმასი რაც აქვს მოტანილი. ეგეთით რო შევკრა, ესეთი მრგვალი ოდნავ რომ ამასგან დაშორებული იყოს. ერთმანეთზე რა მავთულითაც რო გადავაბას, სიტყვაზე ვამბობ რა ხა. რა ფერმშული ვარ იქნება. ხო რა. просто აი ამაზე ოდნავ განიერი რომ ამაზე იმ ყინულს შეხება არ ქონდეს როგორც მითხარი გაღუნავს რა. გაღუნავს მეთქი გაყინავს. ხო. მე მგონი ძალიან ძეს კი გამოვა. ეხა მოვიფიქრე. კი ბატონო. შვენიერი. იდეალურია, ლევან, იდეალურად ეს. მადლობა ბატონო ზურა. თანამშრომლობისთვის. მადლობთ. მეგონი პროექტი შედგა. კიდევ ერთიც და დამჭირდება და ყველაფერი წესრიგში იქნება. თავარი ახლა ამ ჩანთას გავუკეთო საგურავებელი, რომ შენ შეძლო შეკვეთა. აი ამ ნომერზე დარეკავ. მე გიპასუხებ და მოგიტან შენს მისამართზე.